როგორ ფიქრობთ ის ცვლილებები, რაც ახლა მართლ პარტიაში მიმდინარეობს, რას შეცვლის ამომავლოდ? ის რომ ქვეყანას არ ყავს პატრონი. თითქოს პატრონად ითვლებოდა ბიზნა ივანიშვილი, მაგრამ გაყვა იმ გზას, რასაც მიყვებოდა ნაციონალური მოძრაობა. ანუ რა გზა ეს? პატრიოტები ყავდა ირგვლივ, ყობა მოიშორა და უკვე გადმოპორტირებული ნაციონალები დაეყენა გვერდით. ისინი კი ყოველ ნაბიჯზე შადას აწყობენ. და ვერაფერს ვერ გახდება ბიზნა ივანიშვილი, მაგას მოუწევს ალბათ მიატოვოს პოლიტიკა და თავის ბიზნესს მიყვეს. რა შეეხება ეკაბესელიას ამ დეპუტატებიდან ის აღმოჩნდა ყველაზე უფრო წველი და მწოდნე და მაგარი ქალი. კი ითვინა ბევრი და ეხლა წამოძახებენ ხოლმე მაშინ რო იყო, კარგად ხო იყავი 1 წლის წინ 2 წლის. მაგრამ დადგა პერიოდი როცა და გამოჩნდეს ახალი ძალა. სხვა მოვა. დუდატოებს ამაში ცუდი არაფერი არ არის. ცუდი არაფერი არ შემიძლია ვერ ვაკეთებ და ვიღალე. მოდი შენ გააკეთე შენ ქვეყნისთვის კიდევ ცოტა ხანი. მე იმის მოვიდეს იმან გააკეთოს. ჩვენ თავის ძოზე პენსიები გვაქვს. თქვენ ფიქრობთ რომ ამის გამო ხდება ის რაც არის რომ ვერ თქვენს და მიდიან, ასე ფიქრობთ? გადაიღალა ის ხალხი. ანუ ტოვებენ ასე გონიათ მართლაც? კი, გადაიღალა და ამიტომ ტოვებენ. ან შექმნიან სხვა პარტიას კიდევ რაღაცებს აკეთიკი და უფრო იოლის სამუშაო მთლად არ წავლენ. თვალ ქვეყნის სამსახურს ზურს არ შეაქცევენ. სხვა პარტიაში გადადიან, სადაც დატვირთული არ არის, უფრო პატარა სამუშაო იყო და მაინც იქნება ქვეყნისათვის ფიქრის საგანი იქნება ქვეყანა, მათი ფიქრის აზროვნების საგანი იქნება მათთვის. რა უნდა შევაფასო, რაც ხედავს ეკეთეს და სიკარგეს და რა უნდა შევაფასო? აი ეს როგორ ფიქრობთ ამ დეპუტატების დატოვებაზე და ასე შემდეგ? უმრავლესობას რო ტოვებს ნაწილი? ვერ გავიგე არაფერი. თვითონ გებულებენ რა შეიქ საქმე, მე კი არა. არ ვიცი ახლა მე რა გითხრა ტელევიზორს უყურებდი. გაზეთს რო იყიდო და წაიკითხო არაფერი თავიანთი კინება და რაღაცები არის და ტელევიზიით რას იგებ? ტელევიზორზე უნდა რა თუნდა და შეჯიბრი ერთმეორეს გაცო. მე გოდიშელა ლანძღვა ერთმეორეს რადგინდა განათლებული ხალხი ხوارიან. რატომ ილანძღებიან ერთმანეთს როგორ შეიძლება მე ჩვენ რიგით ხალხი რო უყურეთ ხო ცუდია ჩვენზე ხო მოქმედებს ეს. მე ასე მაგ დამტკიცებული ამ ქვეყანას არაფერი არ ეშვიდებ. უკეთესობა არ იქნება არასდროს. თუ ასე გოდიშე და ერთმანეთი თუ შეჭამეს არ შეიძლება. უნდა ამოუდგნენ ერთმანეთს ხარში. რა ვიცი შულო როგორ ვთქვა წინასწარმეტყული რო იყო. აზე არა. ვერ გეტყვი შულო. ღმერთზეა ყველაფერი დამოკიდებული.